მე არ ვიცი რა არის დემოკრატია. დემოკრატიას რო ლაპარაკობენ დღეს მე უკვე მეშინია და ცოტა აღარ მომწონს ეს სიტყვა. მინდა შეიცვალოს ეს დემოკრატია სხვა რაღაცით. დემოკრატიაში ცხოვრება, დემოკრატიულად ცხოვრება, ასეთი რაღაცას სულიერი განწყობით და ასეთი ზნეობით, რაც ჩვენ ქართველებმა გამოვიჩინეთ და ვიცენ დღეს, ეს არავითარ დემოკრატიას ეს არ შეეფერება. მე მგონი ჩვენ ნაადრევად დავიწყეთ ამის ასე ვთქვათ, ამაზე ფიქრი, რომ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო უნდა შეგვექმნა და ჩვენ გვინდა მაპატიეთ, მაგრამ მათრახი გჭირდება. მათრახის გარეშე სამწუხაროდ ჩვენ ქართველი ხალხი ეთყობა ვერ ვცხოვრობ. დიდი ნაწილი, ძალიან დიდი ნაწილი. დიდი მათრახი, იოსებას მათრახი გჭირდება თურმე. სამარცხვინო და სამწუხაროდ. სამარცხვინო, მე კი სულ სხვანაირად მეგონა. აი დემოკრატია, აი თავისუფლება, აი ჩვენ თავს მივხედავთ ახლა და აუ შევიკრებით, ძმები გავხდებით. ვინ კაცო, თუ რამე უჭირს, იქით მივუტანთ, კი არ წავართმეთ. და დავდგებით ყველანი და ვინ მოგვერეოდა ჩვენგანს? რამტერი მოგერევა რომ ზე ერთიანი ხარ. ამ დემოკრატიამ დაგუგდა, ყველა დემოკრატიას ეფარება და დემოკრატია კი არა, უზრდელი ხდება უკვე, უზრდელი. მე რასაც უყურებ მაღალ სფეროებში და დაბალ სფეროებში, ისეთი ლაპარაკებია და ისეთი მანერით არის, რომ უზრდელების გამოფენაა ხოლმე ხანდახან. არისიან ვის რა ენით ელაპარაკონ, როგორ ელაპარაკონ და სხვა. Ничто падать, а как падать, კიდე ასეთი კაი სიტყვა აქვს რუსებს. როგორ მიაწოდო, რა მიაწოდო კი არა. ეს კაცი შენ მაგ არის, დაავიწყდა კაც. თუ რამე ახლა შეიძლება დედაში აგინონ კაც. არ კი რა, ხალხი ხარ კაც, უფროსი ხალხი ხარ. სახელმწიფო მეთაურება დაგნიშნეს. გქონდეთ რაღაც დილობა, წესი, რიგი, ვიცოდეთ ვის ელაპარაკებით, უფროსი, უსროსი იცოდეთ რა. დემოკრატია. მე ვიცი რომ დემოკრატია არის ის, რაც ჩვენთვის დღეს არ ვარგა. იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ და ჩვენ და სამარცხვინო ამისათვის აბსოლუტურად